შემდეგი არის სხვა პერიოდის აფიცხება 60-იანებში და დამთავრებული. ზოგიერთი სინემატოგრაფიული ნამუშევრები სხვადასხვა საერთოდ სერიებში ვაკეთებთ, სხვადასხვა სერიებია, თეატრალურია, ინსტალაცია, ქანდაკება, ესკიზებია და ასე. ყველას ულოცავ ბევანდელდეს, რა თქმა უნდა, ბატონი გორგი არის სოფლიოში აღიარებელი ხელოვანი და პედაგოგი, ასე რომ ეს მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს თავის სფეროში ძალიან წარმატებული და მიაღწიოს ამას ყველგან, როგორც ვიწრო თავის სპეციალობაში, ისე გაცილებით ფართედ, ასე რომ ეს არის ნამდვილი ხელოვანი და ბედნიერი ვარ, რომ ეროვნული მუზეუმი მას მისცემს ესეთ გამოფენას. ვან გოგის მინდა მიულოცო გამოფენის გახსნა, მე ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულად საინტერესო არის, იმიტომ რომ თითქმის 50 წლის განმავლობაში სხვადასხვა მედიაში შექმნილი ნამუშევრები პირველად იხრის თავს საგამოფენო სივრცეში. ვან გოგი ძალიან დიდი ხანი მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, მას ნამუშევარი აქვს პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე და მე ძალიან მიხარია, რომ შარშან ჩვენ მოვახერხეთ და დავაარსეთ მისი სტუდია, სადაც ის ახალგაზრდებს გადასცემს თავის ცოდნას, თავის გამოცდილებას და ყველას ძალიან დიდი მადლობა უთხრა, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ პროექტის განხორციელებაში და ძალიან მიხარია, რომ კულტურის სამინისტროს თავისი წვლილი აქვს შეტანილი ასევე ამ გამოფენაში. დღევანდელი ეს საინტერესო გამოფენა იმით გამოირჩევა, რომ ძალიან გემოვნებიანი გაცია ბატონი გოგი. მე ძალიან ვაფასებ ამას, ყველა აფასებს ასაკურველია და მithumetes იცით რომ ეს აიმის გარდა რომ უცხოეთში მოღვაწეობს და საქართველოში მოღვაწეობს და აკეთებს სპექტაკლებს ასაკურველია მაღალ დონეზე და დიდი სიყვარულით. ეს არის ხატვის ცხოვრება, ეს არის ხატვის მომავალის არსულის დიდი შრომა, ესე იოლად არ მოდის. მე მივესალმები გოგის ამ დიდ გამოფენას, ეს უზარმაზარი გამოფენა. მე ულოცავ დღევანდელ დღეს, ულოცავ არამატო გოგის, ულოცავ მის ოჯახს, ულოცავ მის მეგობრებს, ულოცავ გილოცავ თქვენს ყველას და მე ულოცავ ყველა იმ ხელოვნების დამსახურებლის და მოყოლის, რომელსაც უყურს ხატრობა. და დღეს ეს არის შესანიშნავი და აი როიტყამ ესეთი საინტერესო და თან რთული და თან საინტერესო გამოფენა.